რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მოადგილეებთან ერთად დღეს ჟურნალისტებს სამინისტროს ძველი ხელმძღვანელობის მიერ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის საკითხები გააცნო. ბრიფინგზე დავით ნარმანიამ სამინისტროსა და კომპანია New Energy-ს თანამშრომლობაზე, გამარტივებული წესით შესყიდვებზე, მთავრობის განკარგულებებსა და კახეთში სტიქიის შედეგების მონიტორინგის შედეგებზეც ისაუბრა. მინისტრის მოადგილეების განცხადებით აღნიშნულ საკითხებზე საქმის დეტალური განხილვისთვის მასალების შესაბამის უწყებებს გადაეცემა. წინა მთავრობის რამდენიმე განკარგულება, რომლის საფუძველზეც კომპანიებს მიეცათ გამარტივებული შესყიდვით ფორმით საგზაო სამუშაოების წარმოება და ამ სამუშაოების დიდი ნაწილი ჯერ არის შეუსრულებელი, ძალიან მცირე შესრულებები გვაქვს და გარდა ამისა ეს მთავრობის გადაწყვეტილება კანონმდებლობასთან გარკვეული თვალსაზრისით წინააღმდეგობაში მოდის, ამიტომ გვინდა რომ გადავხედოთ ამას. სამუშაოები არ არის განხორციელებული, New Energy-ს აქვს დიდი პრობლემა და თუ მას დაუდგება პრობლემა, რეალურად მას გარანტიაც არ აქვს წარდგენილი სახელმწიფო შეპესესთვის. ანუ ამ შემთხვევაში დაზარალდება სახელმწიფო შეპესე. ანუ ეს არის ქმედება, რომლითაც მოხდა ამ თანხის გადაცემა. ეხლა ჩვენ რამდენად აქ რაიმე გარიგებას ჰქონდა თუ არა ჩვენი შესწავლის სფეროს ცდება, ამიტომ ჩვენ ამ ინფორმაციასაც შესაბამისად ფინანსთა სამინისტროს გადაუგზავნით. შემოვიდა გარკვეული ინფორმაცია, რომელიც ჩვენ დავამუშავეთ და გაჩნდა ეჭვები, რომ აქ რამდენიმე ადგილას შეიძლება ადგილი ქონდეს სამართალ დარღვევას არა მარტო თავად ინვესტორის, ასევე სხვა ადამიანების მიერ, ამიტომ დღეს დილას ის მასალები რაც ჩვენ ქონდა გადაეგზავნა საქართველოს პროკურატურას.